მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოვედი ესეთი საჯარო გაშლით, როგორი პარტნიორი შემოდის თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე. კითხვები მაქვს მომზადებული, რა სფეროში არის ეს ადამიანი რეალიზებული, როგორი ახასიათებით, რა მიზნები აქვს და ასე შემდეგ. მოდით, ნახოთ ახლა, როგორი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. როგორი ადამიანი შემოდის მამაკაცი, ხო? როგორი მამაკაცი შემოდის ჩემო ძვირფასებო თქვენს ცხოვრებაში და ამ მამაკაცმა რაღაც ეტაპი ახლახანს დაასრულა თავის ცხოვრებაში. რთული პერიოდი ჰქონდა, საკმაოდ რთული, ძნელი პერიოდი ჰქონდა ამ ადამიანის ცხოვრებაში, რასაც ეხლა ასრულებს ეს ადამიანი და ცდილობს უმტკივნეულოდ გამოვიდეს შექმნილი სიტუაციიდან. თავის საქმეების დალაგებას ცდილობს ეხლა, წარსულის ტვირთის ჩამოშორებას ცდილობს, ფეხზე მყარად დადგომას ცდილობს, უფრო ჭკვიანურ და სიფრთხილით მოქმედებებზეა გადასული ეს ადამიანი და როგორ არის, იცით, რომ ამ წარსულის ჩამოშორებას ცდილობს და სხვა მიმართულებით წარსულას ფიქრობს. ეხლა მას აქვს მიზანი ასეთი, რომ რაღაცა თავის ცხოვრებაში გააახლოს, რაღაც სიხარული შეიტანოს, რაღაც სიცოცხლის იმპულსი შემატოს თავის ცხოვრებას. ის ჩემო ძვირფასებო, ეხლა შეიძლება ძალიან გადაღლილია, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები აქვს, რუტინაში არის, შეიძლება გაჭედილი, ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს რა და ეს არის, რომ მას უკვე ამ ყველაფრით იმდენად ემოციური გადაღლა აქვს, ასევე ფიზიკური, გონებრივი გადაღლა აქვს, რომ უნდა რომ ამ ყველაფერს თავი დააღწიოს და თავისი ცხოვრება გადაიყვანოს ახალ ეტაპზე. რაღაც ცოცხალი იმპულსი უნდა რომ შემოუშვას თავის ცხოვრებაში. ეს თავისი ყოველდღიურობა რაღაცით უნდა რომ გაამრავალფეროვნოს რა და ამ ადამიანს აქვს წარსულში გადატანილი, შეიძლება ეს ადამიანი დეპრესიულ ფონსაც ებრძოდა, შეიძლება თავს მიტოვებულად გრძნობდა, დაკარგულად, ემოციურად მძიმე პერიოდი აქვს გადატანილი ჩემო ძვირფასებო და ეხლა არის გამოჯამრთელების ეტაპზე, ამიტომ უნდა რაღაც სიახლე მის ცხოვრებაში, რაც მას ამ ყველაფერში დაეხმარება. როგორი ადამიანია, ზუსტად აი სიახლეები უნდა. ჩემო ძვირფასებო, ის დაიღალა ბრძოლით, მარტო ბრძოლით, რაღაცის გამუდმებით დამტკიცებით, საკუთარი ღირებულებების დამტკიცებით, გარესამყაროში, თუნდაც ოჯახში, თუნდაც ახლობლებთან, ნაცნობებთან, სამსახურში თავის პოზიციების დაცვით, რაღაცის მუდმივი მტკიცებით, რაღაცის შენარჩუნებით მუდმივად და იცით როგორი პოზიციით, რომ მუდმივად მზადყოფნაში რო უწევდა ყოფნა, რომ არ საიდან იცოდა, საიდან დაესხმეოდნენ თავს და თავის გულს და გრძნობებს იცავდა, ეს უკვე ამან უკვე დაღალა ჩემო ძვირფასებო და რაღაცა სიახლე უნდა ეხლა მის ცხოვრებაში და მის გრძნობებში რომ შემოუშვას. ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი აღარ ეძებს დროებით გართობებს. ის უკვე დროებითი გართობები მას უკვე მობეზრებული აქვს, ჩემო ძვირფასებო, ის უკვე სერიოზული გეგმებით და მიზნებით
აპირებს ცხოვრების გაგრძელებას, ჩემო ძვირფასებო, ეძებს ქალს, რომელთანაც შეეძლება ოჯახის შექმნა. მისთვის უკვე მოსაწყენი გახდა და აი ზედაპირული ურთიერთობები მისთვის უკვე აი იმდენად უინტერესოა, რომ აი ამაში ენერგიის ჩადება აღარც უღირს. უნდა უკვე ისეთი ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალი, გაწონასწორებული, რომელთაც შეძლებს მშვიდად ცხოვრებას, რომელიც გაუგებს ამ ადამიანს ემოციებში, ხასიათებში, ასე შემდეგ, რომელიც იქნება მისნაირი ღირებულებების მქონე ადამიანი და მასაც ენდომება იმდენად ჩამოყალიბებული იქნება ეს ქალი, რომ ვისაც ის აირჩევს, რომ მასაც ენდომება სერიოზული ურთიერთობა და არა მხოლოდ დროებითი გართობა, რადგან ამ ადამიანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ არასერიოზულ ურთიერთობებზე დრო აღარ დაკარგოს, რადგან მას ეს უკვე აღარ აინტერესებს და აღარ აკმაყოფილებს ასეთი ურთიერთობები, მას უფრო მაღალი დონის ურთიერთობები სურს. და თუ ვინმეს აირჩევს ეს ადამიანი, აირჩევს იმიტომ, რომ ბოლომდე შეინარჩუნოს ურთიერთობა და მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ ოჯახის შექმნამდე, რომ გახდეს მისი ცოლი. ქალს ეძებს, რომელიც უშუალოდ იქნება მისი ცოლი, მისი შვილების დედა, ოჯახის დიასახლისი, ჩემო ძვირფასებო, შეუქმნის ამ ადამიანს სულიერ კომფორტს, ემოციურ კომფორტს, ასევე აი სახლში რომ მივა ეს ადამიანი, რომ იგრძნოს, რომ აი აქ მე ვისვენებ, ეს არის ჩემი სახლი, ეს არის ადგილი, სადაც მე მიღებენ ისეც, როგორიც ვარ. აი ესეთი შეგრძნება უნდა, ამას ეძებს, ჩემო ძვირფასებო და ის მზად არის თავისი რესურსები და ენერგიები ჩაადოს ასეთ ქალთან ურთიერთობაში, მხოლოდ და მხოლოდ ის მხოლოდ აი ასეთი ქალის გვერდით დაიხარჯება როგორც ემოციურად, ასევე მატერიალურად და ყველანაირი გაგებით, ჩემო ძვირფასებო. ეს ადამიანი მზად არის უზრუნველყოს ქალი, რომელიც იქნება მისი მეუღლე სამომავლოდ ყველანაირი კუთხით. ის არ არის, ჩემო ძვირფასებო, ძუნწი ადამიანი. პირიქით, ეს ადამიანი ყველანაირ კომფორტს შეუქმნის ქალს, რომელიც ის ეყვარება. თვითონ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი არის როგორი ადამიანია, იცით, რომ აქ ორი მეფე გამოვიდა, ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი. მისი საქმიანობა შეიძლება ეხებოდეს ფსიქოლოგიას, ანალიტიკას. აი, რატომ მომდის ახლა ესეთი ენერგია, რომ შეიძლება იყოს ქირურგი. ქირურგი შეიძლება იყოს. ან სერიოზული თანამდებობა ეჭიროს რაღაც სამედიცინო სფეროში, ჩემო ძვირფასებო, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდეს. ან აქვს ერთი პროფესია, რომელიც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას მისგან, საქმის როგორ წარმართვას იცით, რომ ლოგიკით წარმართვას, აი გრძნობების გარეშე მიდგომას რო ითხოვს. მაგრამ რეალურად ეს ადამიანი კი არის ეს ადამიანი ერთი შეხედვით ცივი და აი პრაქტიკული, ზედმეტად პრაქტიკული, აი ზედმეტად ანალიტიკური აზროვნების მქონე, მაგრამ გულში და გრძნობების მხრივ ეს ადამიანი ასეთი არ არის. მას თუ ვინმე შეუყვარდა, ჩემო ძვირფასებო, ის უყვარს მთელი გულით ამ ადამიანს.
და მასთან იჩენს სითბოს მხოლოდ, ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის აქ, რომ ეს ადამიანი ყველას არ ირჩევს ასე მარტივად და ყველას არ იღებს მის სივრცეში, მაგრამ ის ადამიანი, ვისაც ეს მამაკაცი მიიღებს, მხოლოდ მის მიმართ ხდება ისეთი თბილი დამთმობი, აი სულ სხვა ადამიანი ხდება ჩემო ძვირფასებო გამორჩეულად იმისა, რასაც ხედავს საზოგადოება. ანუ როგორიც არის საზოგადოების თვალში, იმისგან რადიკალურად განსხვავებული არის, როცა არის საყვარელ ქალთან. მაგრამ მისი განვითარების სფერო, ანუ სამსახური, რაშიც ის რეალიზებას ახდენს, ამჯერად შეიძლება ეს იყოს ჩემო ძვირფასებო, თქვენ დაიჭირეთ, ეს შეიძლება იყოს ქირურგი, ანალიტიკოსი, ანუ რაღაცა იცით როგორი ადამიანი? IT სპეციალისტი. ასევე შეიძლება იურისტიც იყოს პროფესიით, ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი. აი ბევრ ხელსაწყოებთან რო უწევს შეხება, აი სულ რკინის ხელსაწყოებთან უწევს შეხება, ესეთი ადამიანი იყოს. მაგრამ ამავდროულად არის ემოციურად ძალიან თბილი ადამიანი და ძალიან მოსიყვარულე. შეიძლება ვიღაცა ფსიქოლოგიც იყოს. ესეთ ვიღაცისთვის ეს მოდის კიდევ. მოკლედ სამედიცინო სფეროში არის ეს ადამიანი ძირითადად ან რაღაც იურისტი, ანალიტიკოსი ადამიანი არის რა. აი ესეთი სფეროა უფრო მისი. კარგით. მაშინ რისთვის მოვა ის თქვენს ცხოვრებაში კი გითხრა აქ პრინციპში, მაგრამ რისთვის მოდის? თქვენ ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩემო ძვირფასებო ის დაღლილია გაუთავებლად ბრძოლით, გაუთავებელი ბრძოლით და გაუთავებელი ემოციების დათრგუნვით. ანუ მას უნდა უკვე რომ მას უნდა ჩემო ძვირფასებო უკვე რომ აი ეს დაღლილობა მოეხსნას, ეს გონებრივი ტვირთი, ეს ყველაფერს მარტო ვუმკლავდები ტვირთი და ეს ამდენი დაკვირვებულობა და ამდენი თავშეკავება მას უკვე მობეზრდა და მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ურთიერთობა დაიწყოს ადამიანთან, რომელიც მიანიჭებს მას სიმსუბუქეს, ბედნიერებას და კი არ დაამძიმებს პირიქით, ანუ გამოიყვას ამ რთული მდგომარეობიდან და მისცემს სრულ თავისუფლებას, ემოციურ თავისუფლებას, ფიზიკურ თავისუფლებას, გაუგებს მას, ხარს დაუჭერს ჩემო ძვირფასებო და მას ეს ქარიშხლიანი რაღაცა პერიოდების გადალახვა, რაც ადრე აქვს გამოვლინი ამ ადამიანს ურთიერთობებში, არ მოუწევს. აი მას უკვე ზედმეტად ყელში აქვს ამოსული ეს რაღაცა გაურკვევლობები, სულ რაღაცაში ვერ შეთანხმებების პერიოდები. ის უკვე ფიზიკურადაც და ემოციურადაც და მენტალურადაც ყველანაირად გადაღლილია ასეთი ურთიერთობების. მას აღარ სურს ესეთი ურთიერთობები. მას უნდა სიმშვიდე, თავისუფლება, უნდა რომ უგებდნენ, უნდა რომ იღებდნენ ისეც როგორიც არის და ზუსტად ასეთ ქალს ეძებს ის თავის ცხოვრებაში. აღარ უნდა მას ბრძოლები, რაც უკვე ვთქვი, ზუსტად იგივეს მეუბნება და მიდასტურებს ისევ და ისევ ჩემო ძვირფასებო. მას ბევრი უკაცრავად კრიზისი აქვს გამოვლილი ურთიერთობებში, შესაძლოა ბევრი ერთი და იგივე სცენარი მის ცხოვრებაში ხშირად მეორდებოდა და ამიტომ ესეთი მსგავსი ურთიერთობა აღარ უნდა. ეხლა მზად არის რომ დაელოდოს ისეთ პარტნიორს, ვინც მისცემს რეალურ ემოციურ სისავსეს, ჩემო ძვირფასებო, ვინც მისცემს ასევე თავისუფლებას და არ შეზღუდავს მის ინტერესებს.
პირიქით, ჩემო ძვირფასებო, მას მისცემს მოტივაციას, აი ესეთი ქალი უნდა, თანამგრძნობი, ემოციურად გამგები და აი ისეთი, რომ ზედმეტ ისტერიკას რო არ მოუწყობს რა, აი ესეთი ადამიანი უნდა და ასეთ ადამიანს აირჩევს ის ცხოვრების მეგზურად, ჩემო ძვირფასებო. რეალურად მას სურს სერიოზული ურთიერთობა უკვე და ამისთვის სრულად მზად არის, ჩემო ძვირფასებო, რადგან მან უკვე ეს ემოციური ქარიშხალები და ვერ შეთანხმება ურთიერთობაში, დათმობებზე არ წასვლა, ეს უფრო ყველაფერი ეს უკვე გამოვლილი აქვს და ამ ყველაფრით გადაღლილი. ამიტომ ეხლა უნდა რომ სიმშვიდე იგრძნოს ქალთან, რომელიც უყვარს და ის მზად არის, რომ მთელი ცხოვრება შეცვალოს ამ ქალის მიმართ, რომელიც იქნება მის მიმართ გამგები, თანამგრძნობი და ის მზად იქნება, რომ ურთიერთობა პირდაპირ ოფიციალურ იმაში მოაქციოს ჩარჩოებში. აი, ასეთი ურთიერთობა უნდა, ჩემო ძვირფასებო. პირდაპირ ოფიციალურ ქორწინებით უნდა რომ შემოვიდეს. მას არ აქვს თამაშის არც დრო, არც ენერგია, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ ის დასრული, ჩამოყალიბებული, შემდგარი მამაკაცია, რომელსაც სურს ცხოვრების გზაზე ყავდეს ქალი, რომელიც მას ყველაფერში გაუგებს. აი, ესეთი იყო ჩვენი გაშლა დღევანდელი, ჩემო ძვირფასებო, ვისაც პირადი ინდივიდუალური კონსულტაციები გაინტერესებთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია იქნება პოსტის აღწერაში, ასევე ჩემი გვერდის ბიოში არის ყველაფერი, ჩემო ძვირფასებო და მე მზად ვარ თქვენ ნებისმიერ კითხვას უპასუხო პირად ინდივიდუალურ გაშლებში. უფრო ღრმად, ჩემო ძვირფასებო და უფრო შესაბამის დონეზე, რადგან საჯარო გაშლები მაინც არის საჯარო გაშლები, რომელიც ყველა ადამიანზე ვერ რეზონირდება ერთნაირად. მადლობა რომ მისმენდით.